So, of course, the national security strategy. როდესაც ვსაუბრობთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომ ამერიკა არის სწრაფვის ევროკავშირში გაწევრებისკენ. რა თქმა უნდა, ის რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, არ იყო სასიამოვნო. რაც შეეხება საქართველოს, მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომ ერთის მხრივ ქვეყანას სურს გაწევრიანდეს ევროკავშირში და გაუყვეს ევროპულ გზას, მეორე მხრივ კი ხელისუფლებად გამს ნაბიჯებს საერთოდ არასწორი მიმართულებით. ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, ვიდრე ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ან მოგეხსენებათ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება. Pressuring free media or Უკი ნებას დამთავრთ, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს უკვე არაერთი წელი ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მე დავესწარი კონვენციის ხელმოწერას. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, თუმცა ამავე დროს აუცილებელია მივახციოთ წინსვლას ერთობლივ მუშაობაშიც, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. როგორც იცით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მუდმივ კონტაქტებს და მნიშვნელოვანია კვლავ მივახციოთ ურთიერთობების დაახლოებას ღირებულებებისა და ვალდებულებების მხრივ, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ წარმოვადგენთ ერთიან კონტინენტს ევროპის საბჭოს 46 სახელმწიფოსთან ერთად.